მოგესალმებით დათმობების პირდაპირ ეთერში ეს 302 დღეა როცა გრძელდება პროევროპული საპროტესტო აქციები ბათუმში. ბათუმში უკვე ტრადიციული შეკრების ადგილია საკონსტიტუციო სასამართლოს, სწორედ აქ გამოვიდნენ მოქალაქეები დღესაც უკვე შეიცვალა შეკრების დრო, თუკი აქამდე საღამოს 8 საათიდან იკრიბებოდნენ, დღეიდან უკვე იკრიბებიან საღამოს 7 საათიდან. და თქვენ იცით რომ ეს საპროტესტო აქციები დაიწყო საქართველოში გასული წლის 28 ნოემბერს, ანუ მაშინ როცა ოცნების არლეგიტიმურმა მთავრობამ შეწყვიტა ევროინტეგრაციის პროცესი და სწორედ ეს გაწყვეტილება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში და მას შემდეგ იმართება ეს საპროტესტო აქციები როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, არაერთ მუნიციპალიტეტში. ისმის პროტესტის ხმა და ძალიან მკაფიო გზავნილი მოქალაქეებისგან, რომ ისინი არაპირებენ შეეგუონ ჩაკეტილ გზას ევროპისკენ. თქვენ იცით რომ ჩაკეტა გზა ევროპისკენ ქართული ოცნების არალეგიტიმურმა მთავრობამ და იცდილობს რომ დაამყაროს დიქტატურა ქვეყანაში. ასევე ყავს პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური ამ აქციებზე შეკრებილი ადამიანების მთავარი გზავნილი სწორედ ეს არის რომ ვერ დასრულდება ეს საპროტესტო აქციები, ვერ გაჩერდება ეს წინააღმდეგობა, მაშინ როცა ყავს ქვეყანას პოლიტიკური პატიმრების სინდისის ტყვეები და ყველაზე მთავარი მოთხოვნა ამ შეკრებებზე არის ბუნებრივია თავისუფლება სინდისის პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ასე უცვლელი მოთხოვნებია ხალხთა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. დღეს მინდა დღევანდელ ამბებზე ვესაუბრო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს. თქვენ ხედავთ აქვე გააკრულ ფოტოებს იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ აწამეს მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე. ზოგიერთი მათგანი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ისეთი დაზიანება ჰქონდათ, მათ შორის არის რამდენიმე ჟურნალისტი, მათ შეუშალეს პროფესიულ საქმიანობაში ხელი. თქვენ ახლა ხედავთ ამ ადამიანების სახეებს, რომლებიც მშვიდობიან საპროტესტო აქციებზე თბილისში რუსთაველის გამზირზე აწამეს. სამართალდამცველებმა, პოლიციელებმა დაასახიჩრეს, იძალადეს და არც ერთი პოლიციელი ამდრომდე არ დაუსჯია სისტემას, არც კი შეუჩერებიათ ვინმეს სამსახურებრივი უფლებამოსილება, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. მაგალითად, ბათუმის პოლიციის უფროსი სირაკეთ გებოაძის მიმართაც იყო წარდგენილი ბრალდება, მოქალაქეები ყვებოდნენ, მათ შორის მზია ამაღლობელი, პოლიტიკური პატიმარია, ჟურნალისტი, რომელიც რჩება პატიმრობაში უკვე 8 თვეზე მეტი დროით. კონკრეტულ ძალადობაზე და არადმენ მოპყრობაზე, მაგალითად იმაზე თუ როგორ შეაფურთხა სახეში ირაკლი გებოაძემ პოლიციელმა მზია ამაღლობელს სახეში, ასევე არაძლევდა ტუალეტის სარგებლობის საშუალებას, წყლის დალევის საშუალებას. სხვა აქციის მონაწილეებიც ყვებიან არადმენ მოპყრობაზე, დაწყებულია გამოძიება ირაკლი გებოაძის სწორედ ამ ქმედებებთან დაკავშირებით, მაგრამ არავის არ უგია პასუხი და არც ირაკლი გებოაძე დაუსჯია ვინმეს, ის ბათუმის პოლიციის უფროსი აღარ არის, გადაიყვანეს თბილისში. მე მინდა დღეს მომხდარ ამბებზე გავესაუბრო ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ შორის გაეროს ტრიბუნიდან მიმართავდა დღეს გაეროს გენერალურ ასამბლეას მიხეილ ყავალაშვილი, ოცნების პრეზიდენტი და შესაძლოა მას არ უხსენებია რუსეთი საფრთხემ გამოსვლის დროს. სწორედ ამაზე არის საინტერესო ასევე საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები და შეფასებები. მოდი გავესაუბროთ მოქალაქეებს. მოგესალმებით საომშვიდობისა, კაპიტანი ლეილა. თუ ადევნებთ თვალს დღეს მიხეილ ყავალაშვილის, ქართული ოცნების პრეზიდენტის გამოსვლას გაეროში. მას არ უხსენებია რუსეთი. რას ნიშნავდა ეს თქვენთვის? ეს ახლა ხომ იცი წინასადადგმული სცენარია. ეს ხალხს უკვე უნდა რომ შთაგონება მისცეს, რომ უკვე ჩვენ არაფერ შუაში ვართ რუსეთთან, ჩვენ უკვე ევროპისკენ გზა ვქენით, გავხსნათ უნდა და კარგი კეთილი მოლაპარაკებით იგიც, მაგრამ არ უთქმია რომ საზოგადოება როგორ ყავს რაღაცა, სულ თავს იმართლიდა, რასაც უსმენ, ესე იგი, რა ვიცი, ფუჭი იყო ყველაფერი, რასაც ლაპარაკობდა, მაგრამ რუსეთი რატომ არ ახსენა თქვენი აზრით? რუსეთი არ ახსენა ახლა. რომელიც თავარი პრობლემაა საქართველოსი, მტერი, ოკუპანტი. რუსეთი არ ახსენა, რო ეხსენები, ახლა პუტინი ხო გაიგებდა და კაი საკვედურსაც ეთყოდა და ამიტომ არ ახსენა. ეს არის წინასადადგმული სცენარი, იმიტომ რომ
მოაჩვენოს საზოგადოებას თავი, იმიტომ ორადაა გახლეჩილი საზოგადოება და ვითომ ერთი ამერიკის მხარესა, მეორე რუსეთის მხარეს ხომა. ახლა უნდა რომ მაგრამ ის შეერთებაც არ უთქმია რომ ხალხი ორადაა გაყოფილი. ეს მე ყველაფერი დავაფიქსირე და ვუსმინე. მაგას ესე იგი რეალობაში ილაპარაკა საერთო იმაში და ეს ხალხი რომ ორ ნაწილად ვარ გაყოფილი ერთი მხარესა, მეორე მეორის მხარეს, ეს მაგას არ მოუფიქრებია და არ უთქმია. ესეც დაწერილი იმით კითხულობდა და ყველაფერს რაც ივანიშვილმა დაუწერა, იმას ლაპარაკობდა, ისიც აბა მისი იმით ალაპარაკობდა მისი აზრით. მე ასე გამოვთქვი ეს აზრი რომ უყურე და უსმინე ბოლომდის, რა ვიცი, არაფერი არ მომეწონა მას მიმართ. ახლა მაგას უნდა ტრამპი igen გააჯეროს ამერიკასთან ლაპარაკობს საქართველოში ყველაფერი კარგა და ასევქენით ასიავაში არაფერიც არა. პირიქით ამერიკამ და ევროპამ იცის რომ ხალხს როგორ გვეპყრობა ეს თავრობა. მაგას რა თუნდა ახსნა იგენმა ისეც იციან და იქნებ სასაცილოდ გახდეს ყველაფერი. მაგრამ დღეს ბოკუჩავასაც უსმინე წასულია ევროპაში და მაგის იგიც მომეწონა გამოსვლა რომ ესე იგი სანქციები და ეს იგი ვიზები გაუწესონ იმათ რა ქვია თავრობის ხალხს, ვინცა პოლიტიკოსები იგენ ხალხს არ უნდა დაუწესონ. ეს ძალიან მომეწონა ბოკუჩავას. ანუ უზომი მოსწრა რომ არ უნდა შეჩერდეს ხო ქვეყნისთვის რომ მოქალაქეები არ დავიჩაგროთ. ძალიან მადლიერი ვარ მაგ ქალბატონის რომ ესე იგი იმის მომავლისა და თაობას მისცეს რაღაცა საკეთილდღეოდ, არა ფულები აკეთონ და ჯიბეში იკეჭონ. დავიცინე. დიდი მადლობა. ეს ერთ-ერთი მოქალაქეა პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილე ლეილა მორთულაძე. ის გვიზერდა თავის მოსაზრებას ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. 302 დღეა, როცა ბათუმში იმართება საპროტესტო აქცია და მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში უცვლელი მოთხოვნებით. მათ შორის უმთავრესია პოლიტიკური პარტნიორების გათავისუფლება. მოგესალმებით, მინდა რომ გაგესაუბროთ ბოდიში გაწყვეტინებ საუბარს, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ. თქვენი შეფასებები საინტერესოა დღევანდელ ამბებზე. გაეროში გამოვიდა მიხეილ ყავალაშვილი, ქართული ოცნების პრეზიდენტი. თუ არ მომისმენთ, არ უხსენებია რუსეთი მთელ 10 წუთიან გამოსვლაში. არ უხსენებია რუსეთი, მთელი 10 წუთიან გამოსვლა ქონდა მას და ეს რას ნიშნავს თქვენთვის, რომ არ ახსენებს რუსეთს ქართული ოცნების პრეზიდენტი? და მე არ მიყავს რომ არ ახსენებდა. არც ახსენებდა. იმ ქვეყანას რომელსაც უმტკიცებ რომ 2008 წლის ომი შენმა ქვეყანამ დაიწყო, იმას რატომ მოიხსენებ არც არასდროს. მე არ გამპირობია ეგ წულუკიანის ეგრეთ წოდებული კომისია ზუსტად მაგისთვის იყო შექმნილი და საპასუხო რატომ შექმნეს ეს კომისია თქვენი რა იყო მისი განზრახვა? ანუ ივანიშვილის და გაკეთდა. რა? რომ ეღიარებია საქართველოს ხელისუფლებას ეგრეთ წოდებულს რომ 2008 წლის ომი დაიწყო საქართველომ და ეს რა სჭირდებათ? ანუ ეგ არის ჩემი შეკითხვა. ეს ამის აღიარება რატომ დაასჭირდა ქართულ ოცნებას? რისთვის ამზადებს საქართველოს? საქართველოს ამზადებს სამაჩაბლოს და აფხაზეთის ასაღია. ანუ ამას აპირებენ, ამაზეც სწავა ქართული ოცნება თქვენ ასე ვთქვით. დარწმუნებული. სადაც ბოდიშს უხდის მტერს, სადაც რუსს უხდის ბოდიშს, ის ყველაფერზე წამსვლელი და ზუსტად ამისთვის იყო ეგრეთ წოდებული კომისია. მაგრამ ეს რატომ შეიძლება მას აწყობდეს? ხო, ჩვენ ვიცით რომ ძალიან მაღალი მგზნობელობაა საქართველოში ტერიტორიული მთლიანობის საკითხის მიმართ და მოსახლეობის დიდი ნაწილი ყოველ შემთხვევაში ნებისმიერი კვლევით ჩანს რომ ისთვის ძალიან მტკივნეული საკითხია აფხაზეთის და ოსეთის დაკარგვის საკითხი და თუ კი ამ ნაბიჯს გადადგამს ქართული ოცნება, ეს იქნება ძალიან დიდი არაპოპულარული ნაბიჯი. ნუ შეიძლება პირდაპირ თქვას რომ მოღალატეობრივი ნაბიჯი, ხო? ეს შეფასებები ჩვენ გვესმის და ეს ნაბიჯი რატომ შეიძლება აწყობდეს ქართულ ოცნებას? ამას შენიღბავს იმით კი არა რომ ეს ჩვენ ვაღიარეთ რაღაც, ამას შენიღბავს იმით რომ სამხრეთ ოსეთი, ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი, სამაჩაბლო და აფხაზეთი შემოუერთდა საქართველოს და ჩვენ უკვე ერთიანი ან კონფედერაციის იდეაზე ამბობ, თუ რაც გაჟღერდა უკვე რომ შეიძლება ამაზე იყოს საუბარი. ერთიანი სახელმწიფო არ უკვე და არავით არის გაყოფა არასოდეს ფაქტიურად ეს არის აღიარების ტოლფასი და ამას ქართულს არა ეს აღიარება იქნება ამ შემთხვევაში ნებისმიერ დროს
დაწესებას, შემდეგ შეიძლება გასვლამ კონფედერაციიდან აფხაზეთს ან ოსეთს და უკვე იქნება აღიარება დარჩება, ამას ვეღარ შეცდოს უკვე საქართველოს. აი, ამ ეგრეთ წოდებულ დასკვნას, ეგრეთ წოდებული კომისიის ამ დასკვნას მოყვა საპასუხო რეაქციები და საპასუხო შედეგები სამხრეთიდან, სამაჩაბლოდან გამოვიდა მათი ეგრეთ წოდებული პრეზიდენტი და თქვა, რადგან გამბედაობა ეყო საქართველოს ხელისუფლებას რომ ეღიარებინო ომის დაწყება, ამიტომ ისიც უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად სამაჩაბლო და სამხრეთ აფხაზეთი და საფრთხოსეთი. რა თქმა უნდა და ეგ აი ზუსტად იმის შედეგია, რასაც ისინი ამბობენ და ზუსტად ამის პროპაგანდა არის იქეთ ზახაროვას, იქეთ რუსი პროპაგანდისტების და ყველას და რამდენად აწყობს ქართულად მოსაუბრე რუსებს ეს ყველაფერი? მე არ ვიცი, აი ირის ფასად უღირს. ეხლა საზოგადოებას რა რესურსი რჩება, თქვენ როგორ ხედავთ, რა ფაქტორებია გამოკიდებული გადარჩენა პრაქტიკულად როგორც ჩვენი და ასე ქვეყნის, ხო, აქ პირდაპირ არის ლაპარაკი ქვეყნის დამოუკიდებლობაზე და იმაზე რომ ქვეყანა გადის რუსეთის ორბიტაზე კარგავს, უკვე დაკარგული აქვს ეს სუვერენიტეტი, ხო, ანუ საგარეო პოლიტიკას მართავს რუსეთი, ჩვენ ამის ნიშნებს ხედავთ და ნიშნებს კი ფაქტურად მასია. ხო, რა გამოსა რა რესურსი რჩება ახლა მოქალაქეების ხელში რომ ჩვენ გადავრჩეთ, თქვენ როგორ ხედავთ? ერთადერთი რესურსი არის ხალხის სიმრავლე 4 ოქტომბერს, რაც შეიძლება მეტი უნდა ვიყოთ, როგორც ნეპალში, აი ხალხმა შეისრულა ეს პოლიცია და სპეცრაზმი და ეს ძალოვანი სტრუქტურები, რატომ არ ამგონია ჯარი წავიდეს ხალხის წინააღმდეგ, არ ამგონია ჯარმა ხალხის წინააღმდეგ იბრძოლოს, რატომღაც არ ვარ დარწმუნებული ამაში. მაგრამ მიხელ პოლიციელები იქნებიან სპეცრაზმელები გამოიყენებს ამ ძალას, ხო, ქართული ოცნება გამოიყენებს, მაგრამ ხალხი როგორც ადრეაქციები იყო 200-300 კაცი იყო და ვერაფერს არ იყო ის გეგმა, ის პროგრამა არ იყო რომ ეს ვერ მიხვდნენ და არ გაითვალისწინეს ეს ყველაფერი, შეუძლია ხალხს ეს 4 მაქსიმუმ რამდენი სპეცრაზმელი ყავს და რამდენი პოლიცია ყავს, ხო? 100,000-ობით არ პოლიცია ყავს, არ სპეცრაზმი ყავს. ან თქვენ ალბათ რომ გამოსავალი არის რომ იმ რაოდენობით მოქალაქე უნდა გამოვიდეს ქუჩაში რომ მას ვეღარ მოერიოს ფიზიკურად სპეცრაზმი და პოლიცია. კი ბატონო და დარწმუნებული მაგრამ აღჭურვილია სპეციალური ტექნიკით ეს სპეცრაზმი, მას აქვს სპეციალური საშუალებები, ხო, ახალი ტექნიკა შეიძინეს როგორც გავრცელდა ეს ინფორმაცია მედიაში. ხალხის სიმრავლე ზუსტად მაგაშია საჭირო, აუცილებელი რომ აი ეს ძალოვანი სტრუქტურები ხალხმა როგორ თქვა ახლა ალყაში მოიქციოს ისე რომ ვეღარ მოახერხოს და მე დარწმუნებული ვარ მათ რიგებშიც არის 5-ში 1 კაცი, 10-ში 1 კაცი მაინც არის ვისაც არ მოსწონს ეს ხელისუფლება და ერთ მაგალითს გეტყვით მე გუშინ წინ აქ ფესტივალი რომ იყო კულინარიის განდაგანა იყო თუ რაღაც ფესტივალი იყო გამოვიდი და გავაკეთე რაღაცა პატარა პლაკატი რუსეთი ოკუპანტია, ტერორისტია, ну რა თქმა უნდა რუსების გასაგებენაზე. და ამით დავდიოდი, კარგად მოვიარე ის მანიფესტი რაღაცა და ну აქეთ რომ მოვდიოდი გზაზე ხდებოდნენ ის დაცვის ბიჭები იყვნენ, პოლიციელები იყვნენ და ამას სპეციალურად ახლა ხალხში ხომ იდგნენ წესრიგის დასამყარებლად და ამათაც ვეკითხებოდი სპეციალურად ეთანხმებით თუ არა ამას. და ხმამაღლა ვერ ამბობდნენ, ხმამაღლა ვერ ბედავდნენ, მაგრამ რომ ვეკითხებოდი ეთანხმებით თუ არა, ისინი კი ჩუმად მაინც მეუბნებოდნენ რომ ვეთანხმებით და რადგან იმათშიც არის ეს პროტესტი და დაინახა მე ამდენ ხალხს, ამდენ პროტესტანტს და დარწმუნებული ვარ რომ გადმოვლენ 5-ში 1 კაცი რომ გადმოვიდეს ჩვენს მხარეს მაინც მოვიგებ და ანუ უშევთ ამას რომ შეიძლება სპეცრაზმელებას სრულად არ შეასრულონ ქართული ოცნების ასე ვთქვათ ლიდერების დაკვეთა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. რატომღაც ასე მგონია რომ ასე იქნება და ერთი რაღაცაც წავიკითხე
ყველა ხელისუფალს ყოველთვის ეშინია ხალხმრავლობის და ბევრი ხალხის რუსეთში იყო ასეთი ქალბატონი სახელი აღარ მახსოვს ოპოზიციონერი და ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ხალხი გამოვიდა ქუჩაში ნუ რუსეთში მოსკოვში გამოვიდა ქუჩაში და ეს ქალი იყო ხელმძღვანელი ამ პროტესტის და შემდეგ დაიბარეს მილიციაში მაშინდელ მილიციაში ეს საბჭოთა კავშირის დროს ხო მე თვითონ წავიკითხე იმ ქალის მოგონებებიდან და რომ მიიყვანეს და საკითხად რაღაცა მილიციელებმა უთხრეს რომ არ გეშინია გამოსვლა არ მეშინიაო რაღაცა და ჩვენ თუ თქვენ ვის ხარჯ იქნებთ თქვენ თუ ბევრნი იქნებითო თვითონ მილიცია ეუბნება ამ ოპოზიციას თქვენ თუ ბევრნი იქნებით მაშინ ჩვენც თქვენ მხარეს გადმოვალთო მაშინ ჩვენც თქვენი ვართ და რატომღაც მინდა ვიქონიო იმედი რომ ძალოვანი სტრუქტურები დაინახავენ რომ ჩვენ ძალიან ბევრი ვიქნებით გადმოვლენ ხალხის მხარეს და როგორც კომუნისტების დროს როგორც გამოსვლები იყო და როგორც ქართული მილიცია გადმოვიდა ხალხის მხარეს და ჩვენ ერთად მივიღეთ დამოუკიდებლობას ეხლაც თუ ეს ასე არ მოხდა და რაღაცა განსაკუთრებული პოლიტიკური შედეგი ვერ დადგა ოქტომბრის აქციების შედეგად, რა საფრთხე ელოდება ქვეყანას? თქვენი აღქმა როგორია? საითკენ მივდივართ? სადაც გავიქნებით. რუსეთის უკანა ეზო. დიქტატურაში ვარ და ტირანიაში ვარ და ამაზე მეტი რა უნდა იყოს დიქტატურა, ტირანია უფრო გაძლიერდება, უფრო ქუჩაშიც როგორც რუსეთში ქუჩაში ცარიელი ფურცლის რომც გამოხვიდე, უბრალოდ ფურცელი გეჭიროს და გამოხვიდე და აიდგე. ეგ ფურცელიც არ არის საჭირო, უბრალოდ რომ დადგე, აი იმ ხესა რომ მიხვიდე და დადგე, უბრალოდ დადგე. იმის უფლებაც აღარ გექნება და მე ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ მინდა და ამისთვის არ მიბრძოლია 35 წელიწადია მაგისტრის ვიბრძვი და ამიტომ არ მიბრძოლია რომ უბრალოდ დგომისთვის ვიღაცამ დამიჭიროს. მაგრამ დაიჭირეს, თქვა იგივე ელენე ხოშტარია, კახიკალეძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო, რაც აბსურდია, ხო, სამართლებრივად ამის გამო დააკავა ადამიანის, როგორც სიამაღლებელი სილის გაიწმის გამო ეხლა ციხეში ზის, ხო? ან ლევან ხაბეიშვილი პოლიტიკური განცხადების გამო, საჯაროდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადების გამო დააკავეს, აი ესეთი მიზეზების გამო ყავს ადამიანები ციხეებში. ხო ისე რატო დააკავა თქვენ ლევან ხაბეიშვილი ან ელენე ხოშტარია თქვენ როგორ ფიქრობთ? იმიტომ დააკავა რომ ეშინოდა აი ხაბეიშვილმა შემოიტანა მუხტი ხალხში იმის წმენა ხალხში რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ჩვენ მაინც მაგრები ვართ ჩვენ გავიმარჯვებთ აი ხალხმა იმედი უნდა დაიბრუნოს გამარჯვების ასეთი უიმედობა ხალხში ამ 304 დღე არ ვიცი მე რამდენი დღე უკვე ცალავი 302 დღეა 302 დღე კი ბატონო ვდგავართ ქუჩაში და აი ამას რომ უყურებს ხალხი ნიჰილიზმით არის შეპყრობილი უიმედობით არის შეპყრობილი ჩვენ არაფერი გამოგვივა ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრი ხალხია მართალია არ მოსწონს რუსული რეჟიმი მაგრამ ძალიან უიმედოდ არიან და ხაბეიშვილმა შემოიტანა ის მუხტი ხალხში იმის რწმენა რომ ჩვენ თუ ბევრი ვიქნებით ჩვენ გავიმარჯვებთ. ან თქვენ ამას ეტყოდით თანამოქალაქეებს, ეხლა რომ თუ ბევრი ვიქნებით, ეს არის მთავარი ფაქტორი წარმატებისთვის? აუცილებლად რამდენ ჩვენ თუ ბევრი ვიქნებით, ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. დიდი მადლობა. 4-შვე ვერა, მაგრამ გავიმარჯვებთ აუცილებლად. დარიკო ჩიტაძე, ხო? სწორედ მახსოვს თქვენ სახელმწიფო. დიდი მადლობა. ეს პროპორციული საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მონაწილე იყო. მოდი გავისაუბროთ კიდევ ერთ მონაწილეს. მოგესალმებით. შეიძლება რომ გაგისაუბროთ? კარგი. ესეთია 302 დღე უწყვეტი საპროტესტო აქციის ბათუმში მოქალაქეები ისევ შეიკრიბნენ დღესაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან უმთავრესი მოთხოვნა მოქალაქეების არის თავისუფლება პოლიტიკური პატიმრებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ასე უცვლელი მოთხოვნებია ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არლეგიტიმური მთავრობის გადადგომა. თქვენ იცით რომ ეს ამოთხოვნებით იმართება საპროტესტო აქციები ქვეყნის მასშტაბით და არაფერ ბათუმში გასული წლის 28 ნოემბრიდან, ანუ მას შემდეგ, როცა ქართული ოცნების არლეგიტიმურმა პრემიერმა ირაკლი კობახიძემ
განაცხადა ევროინტეგრაციის კურსის შეჩერების შესახებ და მას შემდეგ ეს საპროტესტო აქციები გრძელდება ქვეყანაში. მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ აჩვენებენ, რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და წინამორბედობის შეჩერებას, მაშინ როცა პოლიტიკური პარტნიორები ყავს ქვეყანას. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ? მოკლედ თამთა, თუ ადევნებთ დღეს თვალს გაეროში გამოსვლას, მათ შორის იყო მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა, მას არ უხსენებია რუსეთი მთელ თავის გამოსვლაში. თქვენ რას ფიქრობთ ამ გამოსვლაზე? სამწუხაროდ სრულად ვერ მივადევნე თვალის სამსახურის გამო, თუმცა რაღაც თეზისები ვნახე ამონარიდები და გამიკვირდა, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ომზე ისაუბრა საქართველოში, უკრაინაში და არ ახსენო მთავარი აგრესორი. პრინციპში არაფერი აღარ უნდა გამიკვირდა ეს, მაგრამ მართლაც საოცარია, რომ ესე რაღაცნაირად ორგანულად შეკრა ისე, რომ რუსეთი ოკუპანტი არ ახსენს. ოკუპანტიას თავიდან უბრალოდ რუსეთი არ ახსენს. რაღაცი გაუგებული ვარ. საერთოდ მიდის ახლა ეს წინამორბედობა, ეს პროცესი 302 დღეა უკვე გრძელდება საპროტესტო აქციები. სახელდება 4 ოქტომბერი, როგორც რაღაც მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენ როგორ უყურებთ ამ თარიღს და რა ფაქტორებზე ან რა ფაქტორზეა თქვენ როგორ ხედავთ როგორც ერთი მოქალაქე ახლა წარმატება ამ პროცესის? იმედიანად ვარ, იმიტომ რომ ხალხი ყოველთვის აიმარჯვებს აუცილებლად, დემოკრატია ყოველთვის იმარჯვებს და ვიმედოვნებ, რომ ამ სახელოვნად გამარჯვებას. აი როგორ თუ წარმოგიდგენიათ თქვენი ხედვით, რა არის მთავარი ფაქტორი ამისთვის? ერთი დიდი გაბრაზება ალბათ ყველა თითოეული მოქალაქის. ჩვენ ნახევარზე მეტი ვართ გაბრაზებულები. სრულად ფერის ყველა მოქალაქე უნდა გაბრაზდეს და აუცილებლად დემოკრატიული წესით შეიძლება გააკეთოს. თუ ეს ირგვლივ თქვენ საზოგადოება მეგობრები, ნათესავები, კოლეგები როგორ არიან? რამდენად შეიცვალა მათი განწყობა? ისინი უფრო მეტად ბრაზდებიან იმაზე, რომ ქვეყანა კარგავს თან თუ არ დაკარგა დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი, მეთქე საგარეო პოლიტიკის მიმართულება ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ ჩვენ რუსეთი კარნახით მოქმედებს ქართული ოცნების მთავრობა. თუ პირიქით ისინი ექცევიან ქართული ოცნების პროპაგანდაში, რომ აი შეიძლება რუსეთს არ არის კარგი, მაგრამ დასავლეთით ცუდია, გარყვნილია და ესე შემდეგ. რა ხდება თქვენს გარშემო, თქვენი დაკვირვებით? ყოველთვის იყო ხალხის მხარე, ჩემი ეგრეთ წოდებული ესე ბაბლი ვთქვათ. თუმცა მე რასაც ხედავ Facebook კომენტარებში, პრინციპში არ მწოდა ირგვლივ ადამიანები, ვინც იყვნენ იქით. ანუ ქართული ოცნების მხარდამჭერები, ხო? ქართული ოცნების მხარდამჭერები, ამიტომ ახლა მე რასაც ხედავ თუნდაც Facebook-ის პოსტებს, საკმაოდ ცოტა შეცვლილია და თუნდაც ის რომ ანუ შესულია დემოკრატიის და ქვეყნის ასარგებლოდ. ქალაქებს რომ რაღაცა შეიძლება თვის ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ დაუნაკოს ქართულმა ოცნებამ ხოლმე არჩევნებზე, ესეც მიანიშნებს იმას, რომ საკმაოდ კალი შემდგარი პარტიაა და იმედია, აი ამიტომ უფრო იმედიანად ვარ და ეს დემოკრატიის მხარეს ვიხრებით. დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ მოსაზრება, ასეთ იყო კიდევ ერთი მოქალაქის პოზიცია ბათუმის პროევროპულ საპროტესტო აქციაზე. ეს 302 დღეა ბათუმში, როცა იმართება საპროტესტო აქცია, მოქალაქეები ისევ დგანან საკონსტიტუციო სასამართლოსთან. მოდი გავისაუბრები აზე გაბუნიას თავისუფლების მოედნის ერთ-ერთი წარმომადგენელი და ლიდერი ბათუმში, სახელმწიფოების აზა. დღეს თუ ადევნებთ თვალს გამოსვლებს გაეროში, მათ შორის იყო მიხეილ ყაველაშვილის გამოსვლა, ქართული ოცნების პრეზიდენტის, მას არ უხსენებია რუსეთი. რას ნიშნავდა ეს და საერთოდ მისი გამოსვლიდან რა იყო ყველაზე საინტერესო თქვენთვის? ხო, არც რუსეთი არ უხსენებია, ახსენა რომ მიმდინარეობს ომი უკრაინაში, მაგრამ ვინ არის, ვის გამოხდება ეს ომი, რა ზიანი მიაყენა ამ ქვეყანას და ზოგადად საერთოდაც მგონი ძალიან სასაცილო იყო, არც კი შეეფერება საქართველოს ყავდეს ეგეთი პრეზიდენტი და მსგავსი სიტყვით გამოდიოდეს გაეროში. ეს არის ქართული ხალხის სირცხვილი და საქართველოს სირცხვილი, რომ ყავს ეგეთი პრეზიდენტი. მართალი არა ლეგიტიმური, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც წარმოადგენს ის
საქართველოს ხელისუფლებასა და მთავრობას. საერთკენ მიდის ახლა პროცესი თქვენ აგურები გაიცვლება ახერხებს უფრო მეტად მოიკრიბოს ძალები ოცნების მთავრობამ თუ პირიქით სუსტდება იგივე ეს ბოლო ამბები დაკავებები კორუფციის საქმეები რაც აჩვენებს თქვენთვის პრინციპში ჩვენ ხედავთ ხომ როგორი ვითარება მიდის მას არსად არ იწვევენ დიპლომატიურ შეკრებებზე არ იწვევენ არც შეხვედრებზე მართალია ჩავიდა ამერიკაში მაგრამ ვერ შეხვდა ტრამპს რომლის დიდი სურვილი ჰქონდა და იხვეწება ჩინეთშიც არ მიიწვიეს ჩინეთში არ მიიწვიეს პრინციპში ყველამ გამონაკლისის შემთხვევაში თუ არ ჩავთვლით ზურგი აქცია საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებას პრეზიდენტს თავის პრემიერებს და ასე შემდეგ. რაც შეეხება პროცესებს რომლებიც ახლა მიდის ქვეყანაში ჩვენ ვხედავთ რომ სერიოზული ტყევებია ქართული ოცნების შიგნით ხედავთ როგორი დაპირისპირება მიდის შიგნით თავიანთ პრემიერების ყოფილი პრემიერის სუსის დირექტორის და ასე შემდეგ. ამიტომ მე თუ როგორც ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქე თუ შევაფასებ ამ პროცესებს კარგად ჩანს რომ ეს არის ქართული ოცნება ფაქტიურად პოლიტიკურ აგონიაში არაერთხელ მიtkvams და კიდევ ერთხელ გამეორდები რა თქმა უნდა ყველა ის მისი ქცევა რომელსაც ის ბოლო პერიოდში ჩადის კიდევ ერთხელ ხას უსმევს ამას რომ მას არ აქვს შიგნით პროცესები არ მიდის ისე სახარბიელოდ როგორც უნდა მიდიოდეს ვეღარ იმორჩილებს ეშინია აღარ ენდობა ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილი თავიანთ მის გარემოცვას და ეს აჩვენებს იმას, რომ მართალია არის ავტოკრატია, მართალია არის დიქტატურა, თუმცა თვითონვე ახერხებენ საკუთარი თავის განეიტრალებას. ფაქტიურად ჩვენ არ გვჭირდება ამისთვის არაფრის კეთება, თვითონვე აკეთებენ საკუთარი თავის ლუსტრაციას. მაგრამ ერთია ლუსტრაცია, მაგრამ მეორეა რომ ის აგრძელებს რეპრესიულ მიდგომებს, ჩვენ ხედავთ როგორი აბსურდული მიზეზები დაკავებს კიდევ ახალ პოლიტიკურ ლიდერებს, იგივე ელენე ხოშტარია, კახკალაძის ბანერზე გაკეთებული წარწერის გამო დაკავებული თქვა, ხო? ასევე ლევან ხაბეიშვილი საზოგადო გაკეთებული პოლიტიკური განცხადების გამო დაკავებული და მარსელტასოს არაპირებს, ხოსხოში ასე ფუთავს ის თავის საქმიანობას, ასე პოზიციონირებს. მის ხელშია პოლიცია, სპეცრაზმი, სასამართლო, პროკურატურა. ამ ვითარებაში თქვენი პოლიტიკური ძალა როგორ ხედავს 4 ოქტომბერს ან მას შემდეგ მოვლენების განვითარებას, რა შემთხვევაში შეიძლება, ან რა ფაქტორებზეა დამოკიდებული ამ პროცესის წარმატება, ან თქვენ თუ გაქვთ რამე ხედვა, გეგმა, როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი? ჩემი პოლიტიკური პარტიაც და ზოგადად მთელი საქართველოს 300 მეორე დღეა. ჩვენ გავართ ქუჩაში, წვიმაში, ქარბუქში, სეტყვაში, გაზის წყლის ჭავლების ფონზე და ჩვენ პრინციპში არ ვაპირებთ რომ გავჩერდეთ, ვერაფერი ვერ გააჩერებს ქართულ ხალხს და მის არჩევანს. რაც შეეხება 4 ოქტომბერს, ჩვენ მოლოდინი იმისა, როგორც საქართველოს აქვს იმის, რომ ეს არის რევოლუცია, რომ მოხდება რაღაცა გადატრიალება, მსგავსი ტიპის მოლოდინები მე პირადად არ მაქვს და მე მოუწოდები საზოგადოებას, რომ მსგავსად არ ვიყოთ, აი მსგავსი მოლოდინები არ გქონდეს, ჩვენ ყოველდღე გვაქვს რევოლუცია, ჩვენ ყოველდღე ვართ ომში ჩართული, ყოველდღე გვაქვს ჩვენს ბრძოლა, ჩემთვის ყოველი დღე არის 4 ოქტომბერი, მას შემდეგ რაც გამოვედით ქუჩაში, მას შემდეგ რაც უპირისპირდებით რეჟიმს და სისტემას. ჩვენთვის ყოველი დღე 4 ოქტომბერია. თუმცა ის რომ საქართველოში 4 ოქტომბერს ტარდება კიდევ ერთი სამარცხვინო ქართული ოცნების არჩევნები, ეს იქნება რეალურად გარდამტეხი ამბავი და იქნება ის რომ ქართული ხალხი გამოვა და ქუჩაში და ეთქვის ქართულ ოცნებას, რომ არ მოვდივართ თქვენს არალეგიტიმურ თვითმმართველობის არჩევნებში ამ სპეცოპერაციაში არ მივიღებთ მონაწილეობას. ეს იქნება ქართული ხალხის პასუხი და არ დაიშლება მანამ სანამ ქართული ოცნება არ ჩამოიშლება და არ ჩვენ ნახეთ არაერთი ასეთი ხალხმრავალი აქცია და ამას არ ქონია რაღაც კონკრეტული პოლიტიკური შედეგი, ხო? რატომ უშვებთ იმას, რომ შეიძლება ამას ჰქონდეს ახლა შედეგი და ახლა დაიხიოს უკან ივანიშვილის რეჟიმმა? არა, მე ვამბობ არანაირ დაშობას არ ვაკეთებ, არანაირი მოლოდინები ამის არ მაქვს. უბრალოდ
ყველა პროცესს აქვს რაღაცა გარდამტეხი, ყველა პროცესი სადღაც მიდის და კულმინაცია აქვს და მგონია რომ 4 ოქტომბერს დაიწყება კულმინაცია. მე არ ვამბობ რომ 4 ოქტომბერი იქნება გარდამტეხი, მაგრამ 4 ოქტომბერს დაიწყება ის კულმინაციური ტალღა, რაც უნდა იყოს და რამაც უნდა გამოიწვიოს ის რომ ქართულმა ოცნებამ უნდა აღიაროს რომ ის არის არალეგიტიმური და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას ის არ უნდა. ამიტომ დროა უკვე რომ უკან დაიხიონ საკმარისად ბევრი დრო იყო ამ ქვეყნის სათავეებში, საკმარისად ბევრი დრო ქონდა იმისთვის რომ თუ რამის გაკეთება უნდათ ამ ქვეყნისთვის გაეკეთებინათ და ჩვენ ვხედავთ რომ არაფერიც არ გაუკეთებიათ, ჩვენ ვხედავთ და ეს ბოლო ამბავიც ნახეთ ჩვენ ხომ შოვის ტრაგედია რომლის თავიდან აცილება შეეძლო ქართულ ოცნებას თურმე გამოდის რომ ლილუაშვილის ნათესავს ტენდერები შეუჭამია იმის ნაცვლად რომ ჯებირები გაეკეთებინა და თურმე შოვის ტრაგედიის თავიდან აცილება შეეძლო ქვეყანას და ვერავიცილეთ ეს და მსგავსი ტიპის ტრაგედიები არის ქართული ოცნების კისერზე და უამრავი სხვა ტრაგედია ბათუმში დაღუპული ბავშვები და ძალიან ბევრი უცა ოცნების ქალაქის დასახლებაში დაიღუპა 2 მცირეწლოვანი ბავშვი ხო? და არავის პასუხი არ უდია. პასუხისმგებლობაში არ მიცემულა. იგივე შოუში 12 ადამიანი დაიღუპა, არავინ პასუხისმგებლობაში არ მიცემულა. 26 მაისზე ბინა ჩამოინგრა კორუფციის, ნეპოტიზმის გამო დაიღუპა უამრავი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანებიც, არავინ პასუხისმგებლობაში არ მიცემულა. აი ესე ქვეყანას ყველა დანაშაული, ყველას გასამართლებელი დარღვევა და გადაცდომა ამ ხელისუფლებას შერჩა. სხვა თუ არაფერი, მარტო ამ ადამიანების სიცოცხლის გამო უნდა წავიდნენ და პასუხი უნდა აგონ ყველაფერი იმაზე, რაც ამ ქვეყანაში მოხდა. როდესაც ხარ ხელისუფლებაში, როდესაც გაქვს პასუხისმგებლობა, როდესაც გაქვს ვალდებულებები, მნიშვნელოვანია რომ ამ ყველაფერზე აგო პასუხი. ეს არ არის პოლიტიკური გემოვნება, ეს არის არჩევანი და როდესაც შენ ვერ აკეთებ და ვერ უმართლებ ქვეყანას და შენს მოსახლეობას იმედებს, მაშინ ღირსი ხარ შენ წახვიდე ამ ხელისუფლებიდან დათმო შენი სადავეები და გადასცე სხვა ადამიანებს. ეს იქნება მრავალპარტიული, ერთპარტიული თუ ასე შემდეგ, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ იყოს მრავალპარტიული პარლამენტი და იყოს დემოკრატია ამ ქვეყანაში. და ქართული ოცნების პირობებში ქვეყანას არც დემოკრატია აქვს, არც თავისუფლება აქვს, არც პატივისცემა აქვს, არც შიგნით, არც გარეთ. ამიტომ დროა ქართულმა ოცნებამ დაასრულოს მისი მმართველობა საქართველოს. დიდი მადლობა, ეს აზრგაბუნია იყო თავისუფლების მოედანი და ასეთი იყო დღეს განწყობები ბათუმში საპროტესტო აქციაზე 302 საღამოს. ესეთი იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა დღეს. სტუმრად ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელებიდან გაზეთი, რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის, დროებით. Thank you.